აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 19 წელი შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით პოლიტიკური მოძრაობა ჩვენ თვითონის წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ. პარტიის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთზე შესულ ეროვნულ გვარდიას აფხაზურმა ქვედანაყოფებმა არძიმბას განკარგულებით ცეცხლი გაუხსნეს. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. რუსული აგრესიის დროს დაიღუპა 10,000-ზე მეტი ქართველი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე. 300,000-მდე ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა და დევნილად იქცა. ამომს ძალიან დიდი ცხოვრება მოყვა, მეორე ეთნიკური წმენდა იყო და ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია. მე ყოველთვის მოვდივარ ამ დროს პატივი მივაგო გერიმ გმირ ბიჭებს, ვინც თავი დადეს საქართველოს ტერიტორიის მთლიანობისათვის და ყველა იმ ადამიანის წინაშე მოვიხადო ქედი, ვინც შეეწირა ამომს და რეალურად ეს ომი დამთავრებული არა, ფაქტობრივად ეს ომი დღესაც გრძელდება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და არ დავიწყოთ ის ხალხი, ვინც თავი გაწერა ამის. ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვიგერიებდით იმ უზარმაზარ აგრესიას, რაც ჩვენს ქვეყანას მასში თავს დაატყდა და სწორედ აი ამ ახალგაზრდების, აი ამ გმირების დამსახურება არის ის, რომ დიდი ნაწილი მოსახლეობის გადარჩა, გამოვიდა